განათლების დეფორმა მოქმედებაში რეჟიმმა უკვე დაიწყო უნივერსიტეტებში მოთხოვნების დაგზავნა. საქმე ეხება უმაღლეს სასწავლებელში ლექტორების რაოდენობის შემცირებას. თითო ფაკულტეტი, თითო ლექტორი. ასეთია ოცნების მთავრობის გეგმა. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ოცნების განათლების სამინისტროდან უკვე შეუთვალეს, რომ თუ ისინი არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, პროცესში თავადვე ჩაერთვებიან. ეს ნაბიჯი უკვე შეფასდა როგორც რეპრესია და დევნა რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი პროფესორების მიმართ. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს პირველი ეტაპია და ოლიგარქის გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩაახშოს და განდევნოს განსხვავებული აზრი. ნანო ჩაკვეტაძე გვერდდება ამ თემით პირდაპირ ეთერში. გიორგი, 2026 წლიდან ქართული ოცნების განათლების რეფორმა უკვე ძალაში შევიდა და მოქმედებაშია, როგორც ჩანს, მისი აღსრულება პირველ რიგში სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან დაიწყება. პროფესორ მასწავლებლები ავრცელებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს განათლების სამინისტროდან უკვე მიუვიდა მოთხოვნა, რომ აირჩიონ მხოლოდ ერთი პროფესორი ერთი ფაკულტეტისთვის. იგეგმება ლექტორების 50%-ით შემცირება, განახევრება მათი ეტაპობრივად გათავისუფლება უნივერსიტეტებიდან. ამ დროისთვის ფორმულას ინფორმაციით საუბარია სამ სახელმწიფო უნივერსიტეტზე, ესენია თეატრალური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. უშუალოდ ამ უნივერსიტეტებს მითითება კულტურის სამინისტროსგან მიუვიდათ. თინათინ რუხაძის უწყება უმაღლეს სასწავლებელს სთავაზობს, რომ კონკურსი ჩაატაროს და სასურველ ლექტორებს, პროფესორებს სამინისტროს ბალანსზე არსებული საკონკურსო კომისიაში არჩევს. სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები, სამხატვრო აკადემიიდან, კონსერვატორიიდან და ასევე კინოსა და კულტურის თუ თეატრის უნივერსიტეტიდან ყვებიან იმას, რომ მათ უნივერსიტეტებში მივიდა უკვე დირექტივები კულტურის სამინისტროდან, რომ მათ უნდა შეამცირონ პროფესორების რაოდენობა, მაგალითად კონკრეტულ მიმართულებაზე ეხლა თუ არის 4 სრული პროფესორი, უნდა ჩამოიყვანონ ერთ ადამიანამდე, ანუ დანარჩენი 3 პროფესორი ან უნდა გაუშვან, ან უნდა ჩამოაქვეითონ. პრობლემა არ არის, ჩვენთან შევარჩევთ. ანუ წარმოგიდგენთ, კულტურის სამინისტროს დანიშნული კომისია შეარჩევს ახლა იმას, მაგალითად, ვინ უნდა ასწავლოს არქიტექტურა სამხატვრო აკადემიაში. საიდან უნდა შეარჩიოს ახლა ეს ადამიანი, რა ნიშნით უნდა შეარჩიოს, გარდა პოლიტიკური ლოიალობის. სახელოვნებო უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს უკვე მოსთხოვეს საშტატო განრიგის შემცირება. ეს ინფორმაციას მუსირებს ჩვენს უნივერსიტეტებში და მართალია ამას ჯერ არავინ ადასტურებს. მე ყოველ შემთხვევაში ვარ აკადემიური პერსონალის რიგითი წარმომადგენელი და ოფიციალურად ამის შესახებ ჩვენ არ გვეცნობა. ეს არის კონტროლზე ორიენტირებული ინტერვენცია სახელმწიფოში, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სივრცეებში. თავარი მიზანი არის ამ სივრცეების დაცლა კრიტიკულად და დამოუკიდებლად მოაზროვნე პროფესორ მასწავლებლებისგან. სახელოვნებო უნივერსიტეტები არჩია რეჟიმმა და აქედან იწყებს რეპრესიებს, მაგრამ საინტერესო აქტორი შემოყავს კულტურის სამინისტროს სახი. კულტურის სამინისტრომ თეატროლოგიანის მმართველობის პირობებში დაატარა პირველი ასეთი ტიპის რეპრესიები საქართველოში. რამდენიმე ტალღაც, როდესაც მუზეუმიდან გაუშვეს საუკეთესო ექსპერტები, საუკეთესო მკვლევარები და საუკეთესო სპეციალისტები, რითიც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს საქართველოს განათლებასა და მეცნიერებას. ჯერჯერობით არც ერთი ნახსენები ეს უნივერსიტეტი არ გვიდასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კულტურის სამინისტროსგან დირექტივები უკვე ნამდვილად მიიღეს. ჩვენი რესპონდენტები კი ვარაუდობენ, რომ კულტურის სამინისტრო კონკურსს უკვე უახლოეს კვირებში ოფიციალურად გამოაცხადებს.